ტრამპი ფაქტობრივად რუსეთს კაპიტულაციისკენ მოუწოდებს. დიახ, ასეთი ვითარება შეიქმნა უკვე პუტინის რუსეთის ჩამოშლის შემხედვარე. პარიზში იმართება დიდი შვიდეულის დახურული შეხვედრა, სადაც ტრამპიც არის ჩასული და იქ ზელენსკის ესწრება. და სწორედ აქ განაცხადა ტრამპმა, რომ ირანის საკითხი უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება, იქ შეთანხმება მიღწეულია, ამათ თუ კარგად და ჩვენი მთავარი ყურადღება ახლა გადადის რუსეთზეო და რუსეთმა პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელიო. ანუ ტრამპი აიძულებს პუტინს დაასრულოს ომი. მით უმეტეს, რომ ყველა ხედავს მთელი მსოფლიო რუსეთის ნავთობმრეწველობა პრაქტიკულად განადგურებულია მოსკოვში, სადაც იბომბება ეს ყველაფერი, მოსკოვშიც კი. ბენზინი ტალონებზე, ისე როგორც მთელ რუსეთში. ყირიმი ბლოკირებულია, ბლოკადაშია მოქცეული, იქაც კატასტროფული მდგომარეობა, იცით ეს ყველაფერი, უკრაინულმა დრონებმა გადაკეტეს ყირიმის მომარაგების სახმელეთო გზა და აფეთქებენ ყველანაირ ნავთობზიდებს, რომლებიც იქითკენ მიემართება. ანუ პუტინი კატასტროფის წინაშე დგას, მაგრამ უბედურება ის არის მისთვის, რომ ამ ომიდან გამოსვლის მინიმალური შანსიც კი არა აქვს. ანუ ამ ომიდან გამოსვლა ნიშნავს დამარცხების აღიარებას. და ეს თითქმის მილიონი კაცი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, შეიარაღებული, გაველურებული, გაპირუტყვებული, შემოუბრუნდება მას და ეტყვის შენ ძმაო, ამისთვის გოვომე, ამისთვის ჩახოცი, აქ მილიონზე მეტი ადამიანი დააინვალიდე. მოკლედ, პუტინი არის პატონ მდგომარეობაში. ანუ იმ მდგომარეობაში, როდესაც ომის დამთავრება ვაია და ომის ამ დამთავრება ვუია, იმიტომ რომ ნადგურდება რუსეთის ომში აგებს. 3-4 სოფელი აიღო იქ, რა ქვია, დონეცკში ომის მიმდინარეობის 5 წლის განმავლობაში თითქმის, ხო? ეს ძალა, რომელიც აპირებდა კიევის სამდღის აღებას. მოსკოვი და ლენინგრადი იბომბება, პეტერბურგი. ურალს იქით ბომბავენ უკრაინული დრონები რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე. ზურგის მომარაგება პრაქტიკულად განადგურებული აქვს, ვეღარ ამარაგებს ჯარს. და გარბიან რუს ჯარისკაცები მომარაგების გარეშე დარჩენილები. აი ესეთი მდგომარეობაა. რუსული ურდოს ჩამოშლის პირას ვდგავართ და ეს ძალიან კარგია. ხუილოს კაპიტულაცია ელის, ანარა და დაიღუპება.